სასამართლოში საქმეების, მათ შორის ბიზნეს დავების გაჭიანურება თემიდასთვის საქართველოში დიდი ხნის პრობლემაა, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. იურისტები ერთსა და იმავე საქმეებს ქართული ტემპებით ხშირად 5-10 ან კიდევ უფრო მეტი წლის განმავლობაში მიჰყვებიან. კომპანია OKNCG-ის დამფუძნებლის თქმით, კლიენტებთან ურთიერთობის დაწყებისას რამდენიმე წლიანი განხილვის სქემაზე ინფორმაციის გაცნობა ნორმად იქცა, რაც ხშირად სიმართლის მაძიებელი მეწარმეებისთვის სასამართლოში დავის დაწყებაზე უარის თქმის საფუძველიც ხდება. წლობით ერთსა და იმავე საქმეზე სასამართლო დავაში ჩაბმა სამართლიანობის ძიებაშიც კი ხშირად აღარ ფასობს. სამწუხაროდ სასამართლო სისტემაში დღემდე ფიქსირდება და გამოსწორებას არ დაექვემდებარა რა გაჭიანურ საქმეთა მართვის პრობლემა. ეს თითქმის ეხება ყველა ტიპის საქმეს, შეიძლება ითქვას, რომ სასამართლოში დიდი საცობია საქმეთა განხილვის თვალსაზრისით. საქართველოს სასამართლო სისტემა სხვადასხვა დარგის საქმეთა განხილვის გახანგრძლივების შესახებ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა სასამართლო ხელისუფლება 2017-21 წლების სტრატეგიაში საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემას აღიარებს. საქმეთა განხილვის გაჭიანურების მასშტაბურობა ასაკს ძირითადად პირველი ინსტანციის სასამართლოების ხარჯზე იძენს. ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ გაჭიანურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეთა გადადვირთვაა, რაც ნიშნავს, რომ მათ იმაზე მეტი საქმის განხილვა უწევთ, ვიდრე ამის რესურსი. ყანუნში ჩვენ პირდაპირ გვიწერია, რომ საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში უნდა დასრულდეს 2 თვის ვადაში და თუ განსაკუთრებული რთული კატეგორიის საქმეა, მაგ შემთხვევაში შესაძლებელია გაგრძელდეს კიდევ და მაქსიმალური ვადა არის 5 თვე. მაგრამ მოცემულობა ისეთია, რომ პრაქტიკულად ყველა საქმეზე ეს კანონით განსაზღვრული ჩარჩო ირღვევა. ქართულ სასამართლოებში საქმეების გაჭიანურების საკითხი დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა და დემოკრატიის ინდექსმა შეისწავლა. მათ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა ვერ უმკლავდება შემოსულ საქმეთა მზარდ ნაკადს, რაც იწვევს საქმეების დაგროვებასა და მოსამართლეების გადატვირთულობას. ამას გარდა კვლევაში ვკითხულობთ, რომ ეროვნულ სასამართლო სისტემას არ აქვს საქმეთა დაგროვების პრევენციის ან ნაკადის მართვის პოლიტიკა, რის გამოც ბევრ საქმესთან გამკლავება ძირითადად ცალკეული მოსამართლეების მონდომებაზე დამოკიდებული. საერთო სასამართლოებში არ არის შექმნილი კონკრეტული სისტემა, რომელიც აქვთ ევროპის ქვეყნებში, რომელიც გულისხმობს ძალიან კომპლექსურ მექანიზმს იმისთვის, რომ მოხდეს მონიტორინგი, სად, რატომ ჭიანურდება, რა არის მიზეზები საქმეთა განხილვის გაჭიანურების სასამართლოებში და შემდეგ ამ მიზეზების ინდივიდუალურად აღმოფხვრა მოხდეს. საქმეთა გაჭიანურება სასამართლოებში არის მასშტაბური პრობლემა, როგორც აღმოჩნდა, მოსამართლეები გარდა იმისა, რომ არიან ძალიან გადატვირთულები და მათ არაგონივრულად ბევრი საქმე აწერიათ. ეს არის ერთი პრობლემა. მოსამართლეების რაოდენობის ხარჯზე კი არ უნდა მოხდეს საქმეთა განხილვის დაჩქარება, არამედ ეფექტიანობის ხარჯზე. პრობლემის მასშტაბურობას ადასტურებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევაც, სადაც სასამართლოს ხელმისაწვდომობის ბარიერებს შორის მოქალაქეები პირველ რიგში საქმის განხილვის ხანგრძლივობას ასახელებენ. მაგალითად, ჩემს წარმოებაში არის ესეთი ფონდი კონსტანტას საქმე, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია, რაც სასამართლოებშია. არის რუსთავიორის საქმე, ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალის წარმომადგენელი გახლავართ და არის დაახლოებით 6 წელია სასამართლოში. შედარებისთვის ვიტყვი, რომ აი როცა ბატონმა ქიბარ ყალვაშმა დაიწყო ამ რუსთავიორის საქმეზე დავა, მან წელიწად ნახევარში მოიარა ყველა ინსტანცია უზენაეს სასამართლოს დიდი პალატის ჩათვლით, მაგრამ ჩვენ რო დავიწყეთ, აი მე-6 წელია უკვე სასამართლოში ვარ და ჯერ ბოლოში გასულები არა ვართ. არის ავიაციო ქარხნის საქმე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი დავა იყო, რომელიც 11 წელი გაგრძელდა ამ საქმეზე სასამართლო წარმოება და არა მარტო ქართული კომპანიები, უცხოური კომპანიები, ასე ვთქვათ, ზარალდებიან ამ გაჭიანურებული საქმეებით. აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმეების განხილვა განსაკუთრებით მაშინ ჭიანურდება, როცა ბიზნესს სახელმწიფო უწყებებთან უწევთ სასამართლოში დავა. ერთ-ერთი ქუითური კომპანია, რომელსაც სახელმწიფოს ქალაქ თბილისის მერიასთან აქვს დავა უკვე 2020 წლიდან. ანუ 2025 წელი მოვიდა და პირველი ინსტანცია, რომელიც გავლილი იყო, გამართლებელი იყო, მეორე ინსტანცია მე უკან დააბრუნა და ფაქტობრივად არუჩანს ბოლო. ასევე არის რეგიონებში, შემიძლია ვთქვათ, აი პირობითად რა ვიღოთ გურის რეგიონში, ერთ-ერთი დავა, რომელიც აქვს ასე ვთქვათ, ბიზნესთან მიმართულებით, იქ შეიძლება ითქვას, რომ როგორც კატასტროფული მდგომარეობა.
ვინაიდან მოსამართლეს როდის შესაძლებელი იყოს რომ ჩვენი დავა იყოს განხილული, პასუხად არის რომ ჯერ თქვენ სადავე, უკვე სხვა მიმდინარე პროცესები, ანუ იმასაც კი ვერ ასახელებს, არათუ თვეს, რომელ წელს შესაძლებელი იყოს განხილული. დავით სირდავა ასევე გვეუბნება, რომ რეპუტაციული და გამჭვირვალე კომპანიები საქართველოში შემოსვლისგან ხშირად თავს იმიტომ იკავებენ, რომ მათთვის წარმოუდგენელია სასამართლო დავამ 5-6 წელს გასტანოს. იურისტები ასევე ამბობენ, რომ სასამართლოში არსებული ვითარებით ზიანდება ქვეყნის საინვესტიციო გარემოც, რადგან ინვესტორებისთვის ერთ-ერთი საკვანძო კომპონენტი სწორედ თავისუფალი და ეფექტიანი სასამართლოა, მით უფრო მაშინ, როცა საქმე მსხვილ ინვესტიციებს ეხება. ისინი კიდევ ერთხელ იმეორებენ, რომ ინვესტიციების დაცულობის ერთადერთი გარანტი არა რომელიმე ხელისუფლება, არამედ დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოა. ამიჯერეთ ძალიან ხშირად სწორედ ეს არის ხოლმე ფაქტორი, რის გამოც მსხვილი ინვესტიციები საქართველოში არ ხორციელდება, რადგან ინვესტორს პოლიტიკური ძალა ვერ შეუქმნის სტაბილურობის განცდას. საინვესტიციო გარემოზე უარყოფით გავლენაზე საუბრობს ოთარ კაჭკაჭიშვილიც. გარიდამკვირვებლის თვალით ეს შეიძლება დავაბრალოთ საკადრო პოლიტიკას, რომ ნაკლები მოსამართლე და ნაკლები შესაბამისი მოხელე არის ესე ვთქვათ დასაქმებული, თუმცა მე თამბენ ჩემთვის ცნობილია ძალიან ბევრი პრეტენდენტია მოსამართლეობის მსურველი პირი ძალიან ბევრია, თუმცა რატომღაც არ ხდება დღემდე ასე ვთქვათ მათი გამწესება დანიშნა, რაც იწვევს აი ამ პრობლემას, რასაც გაჭიანურებული საქმეები ქვია. ბუნებრივია ეს გავლენას ახდენს როგორც საინვესტიციო გარემოზე, ბიზნესზე, ეკონომიკურ დავებს საერთოდ აზრი ეკარგება ასეთ შემთხვევაში. არადა ბოლო წლებია პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, რომელიც ქვეყანაში ისედაც ცოტა შემოდის, კლების ტრენდზეა. 2023 წელს FDI-ის სახით 1.9 მილიარდი დოლარი მიიღო ქვეყანამ, ანუ 15%-ით ნაკლები, ვიდრე 2022-ში. კლების დინამიკა გაგრძელდა 2024 წელსაც. შარშან სამ კვარტალში FDI-ის მოცულობა 40%-ით შემცირდა, ასევე 4%-ამდეა შემცირებული მისი წილი საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში.